ბეჟარის ბალეტი თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე ქართველი მაყურებლის წინაშე მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი დიანა ვიშნევა წარდგა, რომელმაც ბეჟარის ბალეტ შედევრ ბოლეროში მთავარი პარტია შეასრულა. ფონდ იავნანას მიერ ჩატარებული საქველმოქმედო საღამო ტრადიციულად მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ბინების გადაცემით დასრულდა. იავნანას მხარდასაჭერად საქართველოს ბეჟარის ბალეტი ეწვია. თბილისში ეს ბეჟარის დასის პირველი გასტროლი იყო. თანამედროვეობის ცნობილი ქორეოგრაფის შექმნილმა საბალეტო კომპანიამ თბილისის საკონცერტო დარბაზში 3 ერთმოქმედებიანი ბალეტი წარმოადგინა. ქართველი მაყურებელი ძალიან კარგად ერკვევა ბალეტის ხელოვნებაში და არის ძალიან განებივრებული. ხელოვნების ზალა არის უდიდესი და განსაკუთრებულად ლამაზ გრძნობებს ბადებს ჭრის. მაყურებელი რაც უფრო მეტს უყურებს და რაც უფრო მეტს ხედავს და ეცნობა ესეთ მსოფლიოს დონის თეატრებს და ბალეტს უყურებს, მე მხოლოდ ბედნიერი და მოხარული ვარ. საღამოს მთავარი მოვლენა ბეჟარის ბალეტ შედევრის ბოლეროს წარმოდგენა იყო. მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი დიანა ვიშნევა თბილისელმა მაყურებელმა ბოლეროში შესრულებული მთავარი პარტიისათვის ხანგრძლივი ტაშით დააჯილდოვა. ძალიან ბედნიერი ვარ ასეთი ანშლაგით, აჟიოტაჟითა და ასეთი მიღებით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გრძნობ სცენიდან. მიხარია რომ საქართველოში ვარ და იმედი მაქვს ეს ბოლო ვიზიტი არ იქნება და თქვენს ქვეყანაში კვლავ დავბრუნდები. პუბლიკა განსაკუთრებული ოვაციით მიესალმა მაია პლისეცკაეს, ბალეტის ლეგენდარულ ვარსკვლავს, რომელიც თბილის მეუღლესთან კომპოზიტორ რადიონ შჩედრინთან ერთად ეწვია. ძალიან გახარებული ვარ, რომ არსებობს მორის ბეჟარი. ვაღმერთებ ამ ქორეოგრაფს, როგორც მოაზროვნებს ფილოსოფოს, მინდა მივულოცო თქვენს ქვეყანას ბეჟარის ბალეტის მოწვევა. ბეჟარის ცნობილ ბოლეროში ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების მოცეკვავეებიც მონაწილეობდნენ, რაც მათთვის სერიოზული გამოწვევა იყო. საკმაოდ ისეთი მუსიკალური რიტმი არის, რთული, ამასთან ნამდვილად არ იყო ესეთი ადვილი, მაგრამ პროფესიონალები არიან და გაართვეს თავი. ტრადიციულად საღამოს დასასრულს ფონდ იავნანას სახელით საცხოვრებელი სახლის გასაღები 9 შვილიან ოჯახს სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა სტუმარმა მაია პლისეცკაემ გადასცა. მეულოცა ყველას ასეთი ხელმოქმედებას, ასეთი საღამოს. თბილისი მართლა გახდა მსოფლიო ბალეტის დედაქალაქი დღეს საღამოს. იავნანას მორიკის საქველმოქმედო აქცია თბილისში 13 ოქტომბერს გაიმართება. ჯაზის მოყვარულებისათვის კრის ბოტი დაუკრავს.